ეს ჭიათურაა. ადგილი, რომელიც თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს არ არის უბრალოდ ქალაქი. ეს არის ადგილი, რომლის წიაღშიც საუკუნეების სიმდიდრე იმალება. ჭიათურა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მარგანეცის საბადოს მფლობელია. სწორედ აქ დაიწყო მარგანეცის სამრეწველოს მოპოვება 1879 წელს და მალე ეს პატარა ქალაქი მსოფლიოს ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად გადაიქცა. იყო დრო, როდესაც მარგანეცის თითქმის ნახევარი სწორედ ჭიათურიდან მიეწოდებოდა მსოფლიოს. ამ ქალაქს კიდევ ერთი სახელი აქვს, საბაგიროების ქალაქი. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და განვითარებული საბაგიროს ქსელი სწორედ აქ შეიქმნა. ციცაბო კლდეებსა და ხეობებზე გადაჭიმული საბაგიროები მხოლოდ ტრანსპორტი არ არის. ისინი ჭიათურის ისტორია, მისი ყოველდღიურობა და მისი ხასიათი. მაგრამ ჭიათურის ნამდვილი სიმდიდრე არც მარგანეცია და არც საბაგიროები. მისი სიმდიდრე ადამიანები არიან. ადამიანები, რომლებიც ყოველ დილით მიწის სიღრმეში ჩადიან, სადაც თითოეული სამუშაო დღე სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული. მაღაროელები, რომელთა შრომაზეც ამ ქალაქის წარსული აწმყო და მომავალი დგას და რომელთა შრომაც დღემდე დაუფასებელია. და სწორედ აქ იბადება ყველაზე მძიმე კითხვა. როგორ შეიძლება ქალაქი, რომელმაც ამდენი სიმდიდრე მისცა ქვეყანას, დღეს ასეთი სახით ხვდებოდა? ეს უსამართლობაა, რომ ქალაქი, რომელმაც მსოფლიო ინდუსტრიის ასეთი კვალი დატოვა, დღეს ამდენ პრობლემას ებრძვის. უსამართლობა, რომ ადამიანები, ვის მოვალეობაშიც ამ ქალაქზე ზრუნვა და მისი განვითარება შედის, დღემდე სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ჭიათურას. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჭიათურა არ ნებდება. ის კვლავ დგას კლდეებს შორის, კვლავ ისმის მაღაროელების ნაბიჯების ხმა და კვლავ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქს საკუთარი შრომით აცოცხლობენ. ჭიათურა მხოლოდ ქალაქი არ არის. ეს არის შრომის, ტკივილის, გამძლეობის და იმედის სიმბოლო. თუ ჯერ არ გინახავთ ჭიათურა, ერთხელ მაინც უნდა ნახოთ ქალაქი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში საკუთარი ადგილის სისხლით ყოფლითა და დაუფასებელი შრომით დაიმკვიდრა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ერთად აღმოვაჩინოთ საქართველოს ის ადგილები, რომლებიც ბევრად მეტ ყურადღებას იმსახურებენ.